გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ თვალსადევნებთ ჩემს YouTube არხს და უყურებთ ჩემს ვიდეოებს. ალბათ ბევრმა თქვენგანმა უკვე ნახა ეს არაჩვეულებრივი ფეიერვერკი. თუ არ გინახავთ და არ გაგიგიათ, რომ სანქტ-პეტერბურგი ბარაქიანად დაიბომბა, აუცილებლად გაჩვენებთ ვიდეო კადრებს სხვადასხვა რაკურსით გადაღებულს, აუცილებლად მოგასმენინებთ მათ შორის რეაქციებს. ადგილობრივი რუსების, რომლებიც თვითმხილველები არიან და იღებდნენ ამ მასალებს. თუმცა გარდა იმისა, რომ მიმოვიხილავ პრაქტიკულ ნაწილს, რა შედეგები დადგა სანქტ-პეტერბურგზე ამ კონკრეტული ოპერაციის შედეგად, ვისაუბრებ კონტექსტზე, ვისაუბრებ პოლიტიკურ ნაწილზე, პოლიტიკურ დატვირთვაზე და სიმბოლურ დატვირთვაზე ამ ამბის, რატომ კონკრეტულად 3 ივნის და რატომ კონკრეტულად სანქტ-პეტერბურგი. მოკლედ, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის პუტინის მშობლიური ქალაქი. და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ სწორედ 3 ივნის სანქტ-პეტერბურგში გაიხსნა ეკონომიკური ფორუმი, 3დღიანი საერთო და მე ცოტა ხანში გაჩვენებ თქვენ კადრებს, სადაც ჩანს, მათ შორის ეს ფორუმის მონაწილეები, როგორ მიაბიჯებენ დაბომბილ სანქტ-პეტერბურგში, სადაც თავზე შავი კვამლი აზდით და ჰაერში დრონების ზუზუნი ისმის. მანამდე რამდენიმე კადრი ვნახოთ გზადაგზა, თვითმხილველების გადაღებული, როგორც შეგვირდით, რამდენიმე რაკურსით გაჩვენებთ ამ ამბავს. მოკლედ, იმ დროს, როდესაც ეკონომიკური ფორუმი იმართება და ჰაერში უკრაინული დრონები არიან, რომლებიც პირდაპირ გაგებით რუსეთის ბიუჯეტის მთავარ საშემოსავლო წყაროს ნავთობს ანადგურებენ. ეს ამბავი ძალიან ბევრს ამბობს. ინვესტიცია და ეკონომიკა ძალიან ახლობა მასში არის მოგიხსენებათ უსაფრთხოებასთან და ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც შეიძლება ამ ნაწილში ვიგულისხმოთ, არის ის, რომ უკრაინამ აჩვენა თავად ამ ინვესტორებს, რომ არ ღირს რუსეთში ფულის ჩადება, იმიტომ რომ არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ატარებს რუსეთი, როგორც ამას ასაღებს მთელ მსოფლიოს, არამედ ის არის რეალურ ომში. ომში, სადაც მხოლოდ ერთ მხარეს არ ურტყამენ და ურტყამენ მეორე მხარესაც, ამ შემთხვევაში უკრაინული დრონები ძალიან თამამად დანავარდობენ სანქტ-პეტერბურგის თავზე, ისე რომ აქ ეფექტური საშუალებები მათ გასანეიტრალებლად ვერც ისე შთამბეჭდავად მუშაობს და ამას ადასტურებს თუნდაც ეს კადრიც, სადაც იმის ნაცვლად, რომ რაღაცა ეს 300-ებით თუ ეს 400-ებით თუ პანცირებით თუ სხვა სისტემებით აგდებდნენ უკრაინულ დრონებს, პოლიციელები, ჩვეულებრივი კალაშნიკოვის ავტომატებით ცდილობენ, რომ დრონი ჩამოაგდონ. რა თქმა უნდა, ეს მცდელობა უშედეგო არის და ძალიან ღიმილის მომგვრელია, ასევე რომ ადგილობრივი ხალხი ამას ადევნებს თვალს და ესე იცინიან კიდევაც თუ დააფიქსირეთ. რუსი პოლიციელების აი ამ უიმედო მცდელობებზე, იმიტომ რომ წინ ნავთობის რეზერვუარები იწვის და ჰაერში კიდევ რამდენიმე დრონი დაფრინავს. მეორე ნაწილია თავად აღქმა და დამოკიდებულება მოქალაქეების, სხვათა შორის არ არის მთლად უსაფრთხო აქ დგომა და ტელეფონით გადაღება, იმიტომ რომ, სულაც რომ ჩამოაგდონ დრონი და მიმართულება შეიცვალოს, შესაძლოა რომ ახლო-მახლო დაეცეს სადმე და დაზიანება გამოიწვიოს, ცხადია. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ არის რეკომენდირებული ესე დროს მახლობლად დგომა და სიცილი. ეს ერთი, მაგრამ პრინციპში ესაც ერთგვარად აჩვენებს დამოკიდებულებას ამ ხალხის, ვინც რუსეთში ცხოვრობს, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს, რას ნიშნავს ომი მათ ტერიტორიაზე და ეს პირველი ცოტა არ იყოს და ქაოსური რეაქციები აქვთ. ზოგი შოქშია, ზოგი იცინის, მაგრამ არა უშავს თანდათან. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ეს პროცესი და თუ გაგრძელდება, აუცილებლად შესაბამის რეაქციებსაც დაამუღამებენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები. ეს კადრი ცალსახად ძალიან კომიკურად გამოიყურება კალაშნიკოვებით, როგორც ცდილობენ დრონების ჩამოგდებას. კარგით, გავაგრძელოთ შემდეგი მასალით და თან ვისაუბროთ. ვისაუბროთ სიმბოლურ დატვირთვაზე და პოლიტიკურ კონტექსტზე. როგორც თქვი, გარდა იმისა, რომ პუტინის ქალაქია პეტერბურგი,
აქ იმართება ეკონომიკური ფორუმი და ამ ფორუმს როგორც წესი არსებობს ასეთი პრაქტიკაში, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო, როგორც მე გავეცანი საერთაშორისო მედიაში ინფორმაციას, რომ პუტინი ყოველთვის პირადად ესწრებოდა რიგ შემთხვევებში ის გახსნის ცერემონიებზე მიდიოდა, ან რომელიმე დღეს 3 დღის განმავლობაში გრძელდება ეს ფორუმი, ის აუცილებლად მიდიოდა და სიტყვით გამოდიოდა. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის ალბათ ეს ამბავი, ამჯერად, აი ამ შეტევის შემდეგ, თუ გაბედავს ან გარისკავს, რომელიც გენებოთ პუტინი სანქტ-პეტერბურგში ამ ფორუმზე ჩასვლას. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამას არ გააკეთებს, ალბათ რაიმე სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მოიმიზეზებს, მაგალითად ნახენიუსი რო თუ არ ვცდები ზიმბაბვეს პრეზიდენტს თუ ვიღაცას ხვდება, ერთ სიტყვით რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებს პუტინი და შემდეგ თავისი პროპაგანდაც ამას ბრჭყალებში გააправებს, რომ სანქტ-პეტერბურგში არ ჩავა. თუმცა ფაქტი ერთია, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ ის მუდმივად ესწრებოდა ხოლმე ამ ფორუმს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, თუ არ ჩავა, ეს იქნება მისთვის მორიგი დამამცირებელი ამბავი. ხო, ეს არის ერთ-ერთი ამ ამბის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქვე საინტერესო რეაქცია არის და პარემესაც მოვისმინოთ. ძირითადად ესეთი რეპლიკები აქვთ ხოლმე რუსეთის მოქალაქეებს, როდესაც მსგავს აფეთქებებს ხედავენ. სხვათა შორის აქ კიდევ ერთ სიმბოლურ რამეს ამბობს, ნახეთ? Прямо жарко стало, ты чувствуешь? დაცხა, სანქტ-პეტერბურგში დაცხა, გრძნობო რომ დაცხაო, ასეთ კითხვას სვამს, გვერდით მდგომს ეუბნება ალბათ ეს. ადამიანი ვინც ეს კადრი გადაიღო, კიდევ ერთი საინტერესო რეაქცია გვაქვს, თან ვნახოთ, თან მოვისმინოთ, თან გავაგრძელოთ ამ ამბავზე და მნიშვნელობაზე საუბარი. Блядь, там просто все горит. 1, 2, 3, просто жестко. Ёб твою мышь. Может, вниз или что делать? Что делать? Блядь, лишь бы в дом не прилетел. აი აქ უკვე წამოვიდა შიში. ცოტა არ იყოს დაუცენზურო გამოთქმები იქნება, მე მაპატიეთ, მაგრამ რა ვქნათ ახლა, რაღაცნაირად უნდა ვაჩვენოთ მაინც რუსეთის მოქალაქეების რეაქციები და მათი დასმული კითხვებიც უნდა მოვისმინოთ, ხო? აი ეს ბოლო ნაწილი ამ მხრივ საინტერესოა. Может, вниз или что делать? Что делать? Блядь, лишь бы в дом не прилетел. არიციან რა გააკეთონ და ლოცულობენ რომ სახლში არ შეუფრინდეთ. კი ბატონო, შემდეგი მასალა, აქაც რა გვაქვს ნახოთ. რაკურსები იცოცხლეთ, იმის გათვალისწინებით რომ დღის შუქზე მოხდა ეს ამბავი, დილით ადრე. ძალიან ბევრი კარგად გარჩევადი კადრი მოიპოვება. ესაც მორიგია ერთ-ერთი. ერთდროულად მიფრინდა რამდენიმე წამის განსხვავებით, ინტერვალით უпростоრად რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა. ცოტა მოგვიანებით მე თქვენ სატელიტურ ფოტოებსაც გაჩვენებთ, რომელიც შედეგს ასახავს. ასევე რუკაზე დავხედავთ, სად არის კონკრეტულად ეს საპორტო ინფრასტრუქტურა და კიდევ სხვა ამბებსაც მოგიყვებით, რომელიც ეხება მათ შორის სამხედრო სამიზნეების განადგურებას შორი ახლოს. ხო, კიდევ ერთი ამბავი, რაც უნდა აღინიშნოს და არ უნდა გამოგრჩეს არის ის, რომ სანქტ-პეტერბურგი პირველად არ გამხდარა უკრაინული შორსმოქმედი დრონების სამიზნე. აქედან არც ისე დიდი მანძილის დაშორებით, მანამდეც იქნა იერიშები მიტანილი, მაგალითად უსტ-ლუგას პორტი და ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და იქ ასევე ნავთობრეზერვუარები და ასევე პრიმორსკი. არის ეგეთი პორტი, ძალიან ახლოს ამ ადგილთან, ცოტა ხანში ამას რუკაზე გაჩვენებთ. მანამდე კიდევ ნახოთ უშუალოდ დრონების მიფრენის სამსახველი არაჩვეულებრივი კადრები გვაქვს. სხვათა შორის გავრცელდა რამდენიმე ვიდეო მასალა, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ზღვის დონიდან ძალიან ახლოს, ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდნენ ეს დრონები, იმისთვის რომ შეუმჩნეველი ყოფილიყვნენ და მათი განეიტრალება ვერ მომხდარიყო და შემდეგ
ხო, ეს კადრები აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემ YouTube არხზე, არქივში, არაფრით არ შეიძლებოდა ამ ამბის გამოტოვება. აქ გვაქვს ხო, საინტერესო კომენტატორია ადგილზე. ხო, მოისმენთ აქ თუ ეს ის კადრია, რომელიც მე მგონია. არა, ეს უბრალოდ ახლო ხედით არის გადაღებული და მოძრაობაში მიყვება ლიუტის ტიპის დრონს, რომელიც უკვე დაბომბილ პორტში მორიგჯერზე ეშვება. ხო, აქ ამბობს, რომ 2 რეზერვუარი უკვე იწვისო და თან განმარტავენ რა ხდება. ხო. შემდეგი მასალა, ხო, ეს უკვე არის უშუალოდ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს ნავთობ რეზერვუარების განადგურების გარდა კიდევ ერთი ობიექტი, რომელზეც გიყვებოდით, ცოტა დაშორებით იმ რეზერვუარებიდან გაანადგურეს სამხედრო ხომალდი, ბოიკი, აი ესეთი დასახელების სამხედრო კორვეტი, ნახოთ ეს მასალა. ნუ აქ ამ ხომალდზე 2 დრონის მიფრენა დაფიქსირდა. ეს თავად დრონიდან გადაღებული კადრი არის, ეს ერთი, ეს უკვე მეორე დრონის გადაღებული კადრია, რომელიც პირველი აფეთქების შემდეგ მიყვა. მანამდე, როგორც ხედავთ, უკვე მოხდა სამიზნეს და იწვის და შემდეგ მოხდა უკვე მეორე დარტყმა. და ეს ხომალდიც მნიშვნელოვნად დაზიანდა. აი აქ გვაქვს ჩვენ უკვე ხალხის რეაქციები, რომელსაც მოვისმენთ. ადგილობრივი თინეიჯერები. Убегай нахуй отсюда! Пизда нам от мамы. Я говорил, блядь, дрон. ხო, ნუ ცოტა არ იყოს ერთობიან, მაგრამ როგორც აღნიშნა, საერთოდ არ არის ეს გასართობი ამბავი და იდეაში საკმაოდ დიდი საფრთხის მატარებელიც არის, მაგრამ ჯერ ეს უნარები რუსეთის მოქალაქეებში არ გამჭდარა. ალბათ მალე გაჭდება. Там, короче, жестко полыхает, прям очень жестко. მორიგი ადგილობრივი ბრჭყალებში კორესპონდენტი. И вот слышно еще один беспилотник летит, короче. Он прям возле моих домов кружит. Беспилотник, он чуть в мой дом не въебался, и вон он летит, короче. Он летит, он сейчас будет второй заход делать. Во-во, он сейчас прям рядом прилетит. Во-во-во-во, вот он, вот. Во-во-во-во-во, ща. Он тут что-то кружит, от ПВО, наверное, бегает. Фиг его знает. Ну, короче, жестко взорвалось. Жестко. Я в 5 утра проснулся. Вообще, так скажем, слегонца не выспался. მოკლედ ასე რუსეთის მოქალაქეები თანდათან იაზრებენ, რომ ომი არ არის ისეთი, უბრალოდ როგორც ისინი მიიჩნევენ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, არ არის ისეთი, როგორც მათ წარმოუდგენიათ და როგორცაც მათ ტელევიზორიდან უყვებიან. ესაც დაპირებული რუკა, მოკლედ ჯერ გამოვშალოთ მასშტაბი, რომ კონდეს წარმოდგენა სად ვართ და მათ შორის ვახსენოთ რა დაშორებაზე არის საუბარი. აი აქ არის უკრაინის ტერიტორია და ახლობით 1100 კილომეტრი იყო მანძილი, რომელიც არის აღწერაში ამ ამბის და აი ისიც აქ არის ლოკაციები განსაზღვრული და არის კონკრეტული ადგილები, სად მიფრინდა დრონები. აი აქ არის, როგორც ხედავთ, არაერთი რეზერვუარი, საკმაოდ დიდი კომპლექსი არის, აქვე არის საპორტე ინფრასტრუქტურა და აქ ჩანს ზუსტად მონიშნული ადგილები, სად რომელ რეზერვუარზე მოხდა დარტყმები, მინიმუმ 3 არის მნიშვნელოვნად დაზიანებული ან განადგურებული, ხოლო ის კადრები, რომლებსაც ადევნებდით თვალს, დიდი ალბათობით კი არა და აი ამ ახლოს მდებარე დასახლებული კომპლექსებიდან არის გადაღებული, მათ შორის ისინი, რომლებიც ფანჯრიდან იყო გადაღებული, ამ რუკაზე სწორედ ეს ლოკაციები არის ამ შემთხვევაში მონიშნული. აქვე მოდით გაჩვენებთ მე თქვენ მეორე ამბავი სად მოხდა, ანუ ის სამხედრო ხომალდი კორვეტი სად გაანადგურეს, აი აქ არის, ცოტათი მოშორებით. აი აქ მოხდა ეგ ამბავი.
აი ამ ადგილას ზუსტად. აქ არის გარკვეული ინფრასტრუქტურა, სადაც არ ვიცი, ხომალდი რატომ იყო შეყვანილი, შესაძლოა სარემონტოდ, შესაძლოა არ ვიცი რა მიზნით. მაგრამ ფაქტია, რომ ის მნიშვნელოვნად დაზიანდა. ხო, აქ მნიშვნელოვანი ამბავი კიდევ ის არის, რომ ეს ყველაფერი მთელი ეს აფეთქებები არც ისე დიდი მანძილის დაშორებით ხდება თავად ქალაქის სანქტ-პეტერბურგის, ფაქტობრივად ცენტრალური ნაწილიდან. შემდეგ, ხო, სატელიტური ფოტოები როგორც დაგკვირდით, აი ამ ფოტოებზე ჩანს მალევე გადაღებული არის როგორც ჩანს და ჯერ კიდევ კვამლი შეიმჩნევა, აქ ჩანს ერთი ცალსახად განადგურებული რეზერვუარი და კიდევ რამდენიმეზე მოხდა დარტყმა, აი აქ არის კვალი დარტყმების. მოკლედ, ალბათ ცოტა მოგვიანებით კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება შედეგებთან მიმართებით და საერთოდაც მე არ მგონია, რომ ეს იყოს ბოლო შეტევა ამ კონკრეტულ ობიექტზე, მინიმუმ იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური ფორუმი, რომელიც უკვე ვახსენე, მინიმუმ 2 დღის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება. აი ისიც ადგილი, რომელზეც მანამდე გიყვებოდით, ანუ პორტის ის ნაწილი, სადაც სამხედრო ხომალდი იდგა, აი აქ არის სწორედ ამ ადგილის სატელიტური ფოტო და თავად დაზიანებული ხომალდიც. თუ გავადიდებთ ამ ფოტოს, ჩანს აშკარად დაზიანება, 2 დრონი დაეშვა ამ ხომალდის კორპუსზე, ასე ვთქვათ, და როგორც ხედავთ, მინდის ჩაქრობა ცეცხლის, აქ აშკარად ჩანს დიდი წყლის ჭავლი რამდენიმე მიმართულებიდან, რომლითაც ცდილობენ, რომ ცეცხლი ჩააქრონ, ჯერ კიდევ მაგ დროს არის გადაღებული ეგ სატელიტური ფოტო. ხო, აი აქ არის ჩამონათვალი, კადრი ვნახოთ ჯერ პირველ რიგში და შემდეგ არის პატარა ჩამონათვალი თუ რატომ იყო ეს დარტყმა ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტულად 3 ივნის კონკრეტულად სანქტ-პეტერბურგზე. ესაც ერთ-ერთი კადრია შორიდან გადაღებული, რომელიც დიდ დაკვამლიანებას აჩვენებს. ხო, რამდენიმე პუნქტი არის, ხო, აქ როგორც ხედავთ მონიშნული 4 მთავარი მიზეზი. პირველ რიგში დღე, როდესაც დარტყმა განხორციელდა იმ დღეს, როდესაც სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. მეორე, ეს იყო სიგნალი, გზავნილი სტუმრებისთვის ამ ეკონომიკური ფორუმის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელი ბიზნესმენებისთვის, რომ არც ისე კარგი არჩევანი არის ამ ფორუმში მონაწილეობა და რუსეთში ინვესტიციების განხორციელებაზე ფიქრი. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მიუხედავად აი ამ მთელი მეხუთე წელია ხო ეს ომი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მაინც ევროკავშირის ქვეყნები ნაწილობრივ თანამშრომლობენ რუსეთთან, ნაწილობრივ ისინი ჯერ კიდევ ბოლომდე არ გასულან იმ პროცესში, როდესაც ნავთობზე და გაზზე, რუსულ ნავთობზე და გაზზე უარი უნდა თქვან. ვიცით, რომ ბევრი ქვეყანა თვალს არიდებს იმ პროცესს, რომ მათ ტერიტორიულ წყლებში მაგალითად ჩრდილოვანი ფლოტის გემების მოძრაობა ხდება და გადატვირთვა და გასაღება თითქოს ერთი ტანკერიდან მეორეში თითქოს ეს რაღაც ინდური ან ჩინური ნავთობია შემდგომ, ანუ ჩრდილოვანი ფლოტის სისტემა ვიცით ხო როგორც მუშაობს, ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. ეს ხდება ბევრი ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში, მაგრამ ისინი ვითომც არაფერი, სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც გარკვეულწილად რეაგირებს, საფრანგეთმა რამდენიმე ესეთი ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავა, როგორც ვიცით. დიდმა ბრიტანეთმა დააკავა რამდენიმე, არც ისე ბევრი პრინციპში, თუ გადავხედავთ ამ სტატისტიკას და ხო, გარდა ამისა, გარკვეული კომპანიები მაინც ცდილობენ, რომ სარგებელი ნახონ, მიუხედავად ომის მიმდინარეობისა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკავშირი უკვე წამყვან როლს ირგებს ამერიკის შეერთებული შტატების დისტანცირების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარების და ფინანსური დახმარების ნაწილში, ვიღაცები მაინც ჩადიან რუსეთში და ფულის კეთებაზე ფიქრობენ, მაგრამ ამ ხალხისთვის, აი სწორედ მაგ ამბავს მივადექი, აქ ჩანს ამ ფორუმის მონაწილეების გადაადგილება ამ სივრცეში, სადაც აშკარად ძალიან ახლოს არის დიდი ხანძარი და დიდი დაკვამლიანება ჩანს მათ თავზე, შავი ღრუბელი ჩანს მათ თავზე, ამიტომაც ასე უღიმღამოდ მიაბიჯებენ, როგორც ხედავთ აქ სავარაუდოდ ეს
რაღაც აფრიკული დელეგაციები არის, თუმცა არა მხოლოდ აფრიკული დელეგაციები. ერთ სიტყვით, ნამდვილად ვერ მიიღეს ის, რასაც ელოდებოდნენ და დიდი შავი ჩრდილი მიაყენა მოკლედ ამ ოპერაციამ რუსეთის ეკონომიკურ ფორუმს. გარდა იმისა, რომ პირდაპირ ეფექტს იქონიებს ეს აუცილებლად, მით უმეტეს თუ იქნება განმეორებითი დარტყმები სანქტ-პეტერბურგის ამ ინფრასტრუქტურაზე, სხვა ბევრ ობიექტთან ერთად რაც იბომბება, საერთო ჯამში ეს ყველაფერი განაპირობებს მნიშვნელოვან ზარალს რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც ძირითადად სწორედ ენერგო რესურსების ექსპორტზე დგას. შესაბამისად ზარალდება ომის ბიუჯეტიც და შესაბამისად ზარალდებიან თავად მოქალაქეებიც. იგივე ნავთობპროდუქტებით მომარაგების ნაწილში ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე კი აი ამ დაბომბვის და მთელი ამ მასშტაბური ხანძრების ფონზე ნახოთ როგორ აღწერს სურათს ერთ-ერთი რუსული არხის ადგილობრივი ჟურნალისტი, რომელიც ერთვება პირდაპირ ეთერში და ყვება როგორი არაჩვეულებრივი ამინდია სანქტ-პეტერბურგში და როგორ არაჩვეულებრივად მიმდინარეობს ეკონომიკური ფორუმი. მოემზადეთ, წავედით. Очаровательная питерская погода сегодня в Петербурге. Действительно, мы старались, и у нас получилось. Получается не всегда, но сегодня получилось как надо. Прекрасен форум, нынче, как всегда. Инвесторы и прочие коллеги. Здравствуйте. Такое, в общем, не забыть вовеки. Очаровательное. იცი რა, მე მგონია რომ ეს მთრალია, მოიცადე? დაგვირდით? Очаровательная. Бара. Очаровательная питерская погода сегодня в Петербурге. Действительно, мы старались, и у нас получилось. Получается не всегда, но сегодня получилось как надо. აბარა. თავარი ტელევიზორში ნათქვამი და ხალხი ვერ ხედავს რა ხდება მათ თავს, აბარა. აი განსხვავებული შეფასება გვაქვს, ეს არის ერთ-ერთი ცნობილი ეგრეთ წოდებული Z ბლოგერი, ანუ Z პატრიოტი, გოლმანი, ესეთი გვარი, ძალიან ხშირად არის ხოლმე კრიტიკული და აქ ცოტა უცენზურობისთვის ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ რა ვქნათ, ეს უნდა შევეგუოთ, ესეთები არიან რუსები. ყველა დიდი პატარა ასეთი ტერმინოლოგიით საუბრობს, ასე რომ მე არ მიწყინოთ, თუ გინდათ მათ უწყინეთ. მაგრამ ეს კაცი რაღაც სიმართლეებს ამბობს აქ და ამიტომ გადავწყვიტე რომ თქვენთვის მეჩვენებინა. განსხვავება რა არის, ცით ძალიან ხშირად არის ხო ამაზე საუბარი, რომ აი რუსეთში კი ვიღაცები ხდებიან, მაგრამ ხმას ვერ იღებენ და სისტემა და ასე შემდეგ. ამ ტიპებს, ანუ ამ Z პატრიოტებს ეგ განასხვავებს, რომ თვითონ ძირითადად ომის ვეტერანები არიან, ამ ეგრეთ წოდებული სამხედრო სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანები არიან, სამხედრო პირები არიან, რაღაცა თავისი ავტორიტეტი გააჩნიათ და არც ისეთი პატარა თევზები არიან, მარტივად გადაყლაპონ, თავისი აუდიტორია ყავთ, შესაბამისად გავლენაც აქვთ და ნუ ბედავენ ვიღაცები აი ესე საუბარს, მათ შორის ეს კაცი აკრიტიკებს რა, ანუ უფრო უარესი რამ არის პრინციპში, მაგრამ ნუ დასცინის რა ფაქტობრივად იმ ეკონომიკურ форумს, რომელიც იმართება ამ დრონებით თავდასხმების фонზე და ზოგადად მძიმე სურათს უსვამს ხაზს. Вы знаете, вот то, что пиздячит Питер, это просто привет всем там на ПЭФ, экономика, форум, там все красота, тра-ла-ла, блядь. А я вам так скажу, лох – это судьба. Вот они будут ее просто испытывать, нахуй. И до таких времен, блядь, пока нас, наверное, всех не убьют, нахуй. О какой экономике вы там собрались разговаривать? Хуйнёй. Нужны реформы, блядь. Переобуться, закрыться, нахуй. Нет, блядь. А что мы можем? Да нихуя. Мы можем только продать нефть, газ и лес, нахуй. Все, блядь. Китайцы нам что дают? Оптоволокно и то говно, нахуй. Сука, захватили все, сука, в Сибири уже. Ну, полный пиздец-то. Ну, до какого времени мы, сука, будем чертями-то, блядь? Народ нищает, блядь. Экономика валится. Куда вы там что пиздите-то, блядь? У нас там поднялось. Какого? От хуя уши поднялось. Все закрываются. Все, сука, свободное. Пожалуйста, бери в аренду. Вот и все, что случилось. Вот вам, блядь, и весь ПЭФ. Вы там давайте, блядь, ёпты.
Пердите нахуй побольше, блядь, в Питере, может, блядь, развеется дымок, сука, ебаный в рот, блядь. ხო ახლა მოვისმინოთ რას ამბობს ამ ყველაფერზე დიმიტრი პესკოვი, პუტინის პრეს-მდივანი. ხო, იმაზე, რა ვიცი, დამატებით რა უნდა თქვა, თვითონ ყველაფერი გასაგებად თქვა. უბრალოდ იმას დავამატებ, რომ ეს ის ხალხი კი არ არის, აი ამ გოლმანის კატეგორია, ვინც ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ეწინააღმდეგება. არამედ უბრალოდ ისინი იმედგაცრუებული არიან შედეგებით და განსხვავება ის არის, რომ ამ შედეგებზე ლაპარაკობენ, თორე სულაც არ არიან წინააღმდეგი უკრაინის ოკუპაციის და ასე შემდეგ. ეს ისე უბრალოდ ჩანართი. ახლა პესკოვი მოვისმინოთ, რით ხსნის ის ამ ეგრეთ წოდებულ სამხედრო ოპერაციას ამ პეტერბურგზე ამ დღევანდელი დარტყმების კონტექსტში. Напомнить вам о заявлении Министерства иностранных дел, где говорится о том, что наши ответы будут носить системный характер. Они, собственно, уже носят системный характер. Это первое. Что касается конкретного в ударах, это информация об этом, это целиком и полностью прерогатива региональных властей и нашего Министерства обороны. Но в целом я могу сказать, что для того, чтобы таких ударов не было, и продолжается специальная военная операция. Вы знаете... რა ვიცი, აბა რა ვთქვათ, ნაგლი რო არის, ეგ ვიცით ისედაც, მაგრამ ანუ ტიპი ეგეთ რაღაცას ამბობს, რომ აი სწორედ იმიტომ, რომ ესეთი შეტევები არ განხორციელდეს, როგორც ახლა სანქტ-პეტერბურგში განხორციელდა, ამიტომაც ტარდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ანუ აბსოლუტური მოდელირება რეალობის, ხო? ანუ არ ვიცი, ვინმე სჭირდება იმის თქმა, რომ უკრაინა ამ შემთხვევაში პასუხობს რუსეთის აგრესიას. რომელიც მიმდინარეობს უკვე მეხუთე წელია და მას აქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ის სამიზნეები, რომელიც განსაზღვრული აქვს და ურთღამენ, იგივე ნავთობ ობიექტები, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები იმისთვის, რომ შეაჩერონ ომის დაფინანსება და იმისთვის, რომ შეაჩერონ შესაბამისად საკუთარი მოქალაქეების, მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა. და როდესაც ვამბობთ, რომ პასუხობს უკრაინა, ამ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით ეს კონკრეტული ოპერაციაც პასუხი არის, იმიტომ რომ ერთი დღით ადრე ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი შეტევა განხორციელდა დედაქალაქ კიევზე და არ მხოლოდ კიევზე, რომელსაც მოყვა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, რომელსაც მოყვა გრევა სამოქალაქო ობიექტების და აი ამ კადრებს ადევნებთ სწორედ ახლა თვალს თქვენ, ხო? ეს არის 2 ივნისის, პირველი 2 ივნისის ღამე და საშინელება, რომელიც დატრიალდა. კატასტროფა, ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები, მორიგი კომბინირებული შეტევა, რომელიც პრინციპში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ძალიან დიდი შეტევა ვნახეთ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქზე აქცენტით, ეს იყო 1 მაისის აღლუმის 2-3 დღიანი რაღაც პაუზის შემდეგ, მალევე, რომელსაც შემდეგ უკვე თავის მხრივ უკრაინამ უპასუხა მოსკოვზე დარტყმებით და მეორე ვნახეთ ახლა 2 დღის წინ, ხო? აი ასეთი შედეგებით. და პესკოვი ამბობს, რომ ხო, იმიტომ ხორციელდება ეს ყველაფერი, რომ სანქტ-პეტერბურგს არ დაარტყან თუ რაღაც. ანუ აბსოლუტური სიგიჟეა, როდესაც ამის ვინმე შეერა და ვერ ხედავს რეალობას, არ ვიცი, სხვა რა შეიძლება თქვა და თავისთავად ეს მისი განცხადება უდიდესი ცინიზმია იმის გათვალისწინებით, რომ საპირისპირო რეალობა არის. და ხო, ესე შედეგი ასე გამოიყურება რუსეთის დარტყმების. ეს არის კიევში გადაღებული კადრები 2 ივნისს. საცხოვრებელი კომპლექსები, კორპუსები. აი ეს განსხვავება არის, ხო? სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და იმ შემთხვევაში ენერგოობიექტებს შორის და სამხედრო ობიექტებს შორის, რომელსაც უკრაინა ურტყამს. ხო, ეს ხო პირველად არ ხდება, ამას ხო პირველად არ ვაჩვენებთ ჩვენ. ამას ხო ხედავთ უკვე რამდენი წელია, მეხუთე ზაფხული დაიწყო. დაზარალებული ხალხი, დაშავებულები, დაღუპულები. აქ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, ეს ზელენსკის პოსტია სხვათა შორის. ხო, სადაც ამბობს, რომ 500 მეტი
მეხანძრე მაშველი მუშაობდა, ჩამონათვალია კონკრეტული დასახლებული პუნქტების, სადაც განხორციელდა ეს შეტევები და საჰაერო სამიზნეები 656 საჰაერო სამიზნე მთლიანობაში 73 აქედან რაკეტა, მათ შორის სხვადასხვა კატეგორიის ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტები, რომელიც გაუშვეს უკრაინის მისამართით და მაგის შემდეგაც კიდევ იყო შეტევა, ეს არის ბოლო, ანუ სანქტ-პეტერბურგის ამბის შემდეგ კიდევ იყო რუსების შეტევა უკრაინის ქალაქებზე და ეს არის ამ შემთხვევაში დნეპროპეტროვსკის რეგიონი და ძალიან საინტერესო კადრები არის ეს არის რაღაც კომერციული ობიექტი, რაღაც საწყობია და დავაკვირდი სპეციალურად რა ჩანს ამ კადრებში. ჯერ ჩანს ეს პლასმასის ყუთები, იმისთვის ბოთლების ჩასაწყობი ყუთებია, მე მგონი. და აი აქ ვიფიქრე რომ აი აქ შეფუთული რა არის, ხო, ხომ არ არის რაღაც შენიღბული ინფრასტრუქტურა იმისთვის რომ რაღაც შეიარაღება გქონდეთ მაგალითად. ჯერ შეიარაღება რომ გქონდეთ აქ მეხანძრები ესე არ შევიდოდნენ, იმიტომ რომ ხანძრის დროს არსებობს აფეთქების რისკი, ხო? ეს ამბავიც მეტყოლებს იმაზე, რომ ეს კომპლექსი არანაირად არ არის სამხედრო ობიექტი, გაქანებული ხანძრის დროს შიგნით მუშაობენ მეხანძრები. აქ რომ იარაღი იყოს, ეს ხალხი აქ არ შევიდოდა, ძალიან მარტივი ლოგიკა არის, მაგრამ მაინც დავაკვირდი და ნახეთ, ახლა გამოჩნდება. აქ არის ხალხო კარტოფილი. არც მეტი, არც ნაკლები. აქ არის კარტოფილი. აი დააკვირდით, აი აქ ჩანს. ეს არის კარტოფილი. ნახეთ. აი აქ ახლო ხედითაც ჩანს. ან ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების სასაწყობე ინფრასტრუქტურა არის, აქ რაღაცა სივრცეა, სადაც ატვირთოები შეიძლება მიაყენონ, გადატვირთონ, გადმოტვირთონ ასე შემდეგ. ანუ მორიგი ჯერზე ისე ურტყამენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ეს არის ფაქტი. და ამას აკეთებენ, რა ვიცი, უკვე მეხუთე წელია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საშინელი ზამთარი გამოიარეს უკრაინელებმა, იმ გაგებით, რომ ურტყამდნენ მიზანმიმართულად ეგ თბოელექტროსადგურებს, ურტყამდნენ რაღაც დენის ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ. გაზის ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ პირდაპირ გაგებით გაყინულიყო ხალხი და საბოლოოდ გაეტეხათ უკრაინელები, მაგრამ ამ ზამთარსაც გაუგძლეს მათ და ახლა, როდესაც ინიციატივა თანდათან უკრაინის ხელში გადადის ფრონტზე და ახლა, როდესაც მძიმე დარტყმებს აყენებენ ისინი მოწინააღმდეგეს შორ თუ საშუალო დისტანციაზე, мотивация ლოგიკურად მატულობს პირიქით უკრაინულ საზოგადოებაში და იმედი მაქვს, რომ მათ ექნებათ შესაბამისი შედეგებიც საბოლოოდ. შედეგი კი ამ მომენტისთვის უკვე იკითხება იმ საშუალო და შორი დისტანციის დარტყმების, რომელიც ვახსენე. მე ჩემ წინა ვიდეოში ვსაუბრობდი იგივე ყირიმის მომარაგების უკვე სერიოზულ პრობლემებზე, იმაზე რომ იქ საწვავი არის შოება, ამ შემთხვევაშიც გაჩვენებთ რამდენიმე ვიდეო მასალას, სადაც ჩანს ფაქტობრივად კილომეტრიანი რიგები, იმ იშვიათ ბენზინგასამართსადგურებთან, სადაც ჯერ კიდევ დარჩა გარკვეული მარაგი საწვავის. გარდა ამისა, ხო, აი ეს არის დაახლოებით წუთი და 17 წამია ეს ვიდეო რგოლი და ნახეთ, უწყვეტი კადრია და ამ უწყვეტი კადრის განმავლობაში სულ მანქანების რიგია და ეს ავტორი ყვება ზუსტად იმას, რომ ეს არის რიგი ბენზინგასამართსადგურთან. ხო და იმასაც ამბობს, რომ ეს მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა არ არის. ხო, ერთი ამბავი აქ საწვავთან მიმართებით და ამ კრიზისთან მიმართებით არის ის, რომ ეს კრიზისი უკვე არამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინაში, არამედ რუსეთსაც მიწვდა თავად და იგივე მიწვდა სანქტ-პეტერბურგს და მოსკოვს. სულ ცოტა ხანში ამაზე მოგიყვებით კონკრეტულად და ვიდეოებსაც გაჩვენებთ. სადაც საუბარი არის იმაზე, რომ დაწესდა ლიმიტები იგივე რუსეთის დედაქალაქში, თუ რამდენი რა მოცულობით საწვავის შეძენის უფლება აქვთ ადგილობრივ მოსახლეობას, ერთ პერსონაზე რამდენი არის გათვალისწინებული. მოკლედ, ეს ტიპი იმასაც ამბობს, რომ ალბათ რაღაცა ჯგუფში დაპოსტესო, რომ ამ კონკრეტულ ბენზინგასამართსადგურზე იყო საწვავი და ამიტომ იყო ამდენი ხალხიო, აქ სადღაც ამბობდა. СМИ заголовки. Ничего себе. Это, наверное,
наверное, в группе где-то опубликовали, что здесь появился бензин. Все, поехали. Ну да, вот до пешеходного перехода. ეგაც ეგ მომენტი იყო. გავაგრძელოთ бензиნის საწვავის კრიზისის საუბარი. ხო, ესეც ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაა. Значит, чтобы понимали, это очередь на заправку. Начало с Евпаторийской, примерно очередь кончается возле хладокомбината. Вот едем, смотрим. Поворачиваем направо. ხო, ეს ვიდეო გრძელდება წუთი და 58 წამი, თითქმის 2 წუთი არის, მოდი მივახო, მაგრამ ნუ აი ესეც აჩქარებულ კადრშიც კარგად ჩანს, რომ აქაც არის უწყვეტი რიგები რა, უბრალოდ თქვენ დროს გაუფრთხილდები და ამიტომ გავაკეთებ ამას. ერთ სიტყვით, ოკუპირებული ყირიმი ძალიან მძიმე დღეში არის მომარაგების თვალსაზრისით. თუმცა არა მხოლოდ ყირიმზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. ხო, ყირიმის მომარაგებაზე მე წინა ვიდეოში ვახსენე რომ საუბრობდი, იქ საუბარია იმაზე რომ ეს ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების სამხრეთი ნაწილი, სადაც სტრატეგიული გზები გადის, არის დარტყმის ქვეშ, ამიტომ ვერ რისკავენ იქ გადაადგილებას, უკვე ფაქტობრივად ბლოკირებული არის ეს გზები და ეს იძლევა ამ ეფექტს და მეორეს მხრივ რატომღაც არ არის დატვირთული ქერჩის ხიდი, ერთი ვერსიით ეს არის იმ დაზიანების შედეგი, რაც ქერჩის ხიდზე მომხდარი ცნობილი თავდასხმის დროს დაზიანებამ გამოიწვია, ანუ იქ საუბარი იყო იმაზე, რომ არც ისეთი მყარია მაგ დარტყმების შემდეგ ეს ხიდი, აფეთქებების შემდეგ და შესაძლოა დიდი დატვირთვა არ იყოს რეკომენდირებული და ამ მძიმე სატვირთოების მოძრაობა. ეს არის ერთი ვერსია. ან მეორე ვერსია ისაც მოვისმინე, რომ შესაძლოა ერიდებიან ხელახალ დარტყმას ამ ხიდზე და ამიტომ შესაბამისად არ არის რეკომენდირებული იქ ტვირთების ინტენსიური მოძრაობა, რომ ახლა ის ხიდი არ გახდეს მოკლედ სამიზნე და ერთ-ერთი გამოსავალი, რომელსაც პოულობენ, ან ცდილობენ რომ იპოვონ, ეს არის ბორნებით გადაზიდვა ნახევარკუნძულზე. აი აქ ჩანს ერთ-ერთი სადგომი და როგორც ამ ვიდეოს აღწერაში არის ნათქვამი, სწორედ ბორნების რიგში დგანან აი ეს სავსე საწომზიდები იმისთვის, რომ როგორღაც ეტაპობრივად მოხდეს გადაზიდვა ყირიმის ტერიტორიაზე. Это вот все на паром стоит. 3-4 дня. 3-4 დღეა ასეთი მდგომარეობა არის. ხო, ყირიმს გავცდეთ და ახლა ოკუპირებულ დონეცკზე ვისაუბროთ, ნუ ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკზე უფრო სწორი ნათქვამი იქნება, როგორც ჩანს, იქაც არის საწვავზე სერიოზული კრიზისი და ახლა მე თქვენ მოგასმენინებთ ძალიან საინტერესო комментарс. Არაჩვეულებრივი იყო. Я все время думал, что значит БН в заправках. Оказывается, это значит бензина нет. И все заправки, которые я проехал, к сожалению, все пестрят этой надписью БН, значит бензина нет. Так что, да, друзья, бензина в Донецке нет. Я все время думал, что значит БН в заправках. Оказывается, это значит бензина нет. И все заправки, которые я проехал, к сожалению, все пестрят этой надписью БН, значит бензина нет. Так что, да, друзья, бензина в Донецке нет. Я все время думал. კარგი იყო რაღაც თეატრალურად აღწერა რა სიტუაცია, მშვენიერი იყო. ბრავო. ესაც მოსკოვი, როგორც გითხარით, მოსკოვში სერიოზული შეზღუდვებია უკვე საწვავზე და მიაღწია ამ მოსკოვის რეგიონსაც. ამ ამბავმა კონკრეტულად უფრო გეტყვით რა ტიპის შეზღუდვებია. Вот так-то вот, друзья, это уже сегодня 4-я заправка нефтемагистральная, на которой я попытался заправиться 95-м бензином. Ни на одной его не оказалось.
Надеюсь, это просто временный сбой. მე კი მგონია რომ ეს დროებითი პრობლემა არ არის და როგორც უკრაინელები ანონსებენ ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება შორი დისტანციის დარტყმების ინტენსივობა, შესაბამისად სამიზნეები კვლავ იქნება ნავთობ ობიექტებს შორისაც. რაც შეეხება მოსკოვში კონკრეტულ შეზღუდვებს, აი აქ გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია და მოდით წავიკითხოთ. ესე იგი, გარკვეულ ქსელებში ერთ პერსონაზე მოსკოვში დაწესებული არის მაქსიმუმ 60 ლიტრიანი ლიმიტი ბენზინზე და მაქსიმუმ 100 ლიტრიანი ლიმიტი დიზელზე, თუმცა აქ საუბარი არის არ მხოლოდ მოსკოვზე, არამედ სხვა ქალაქებზე, იგივე სანქტ-პეტერბურგზე, სადაც საუბარია რომ 50 ლიტრიანი ლიმიტი არის დაწესებული 95 ოქტანობის საწვავზე, ერთ პერსონაზე. ბელგოროდზეც არის აქ საუბარი კურსკის რეგიონზე, სადაც ნათქვამი არის, რომ კონკრეტულად დროსნეფტმა სრულად აკრძალა ეგრეთ წოდებული კანისტრებით ბენზინის გაყიდვა 92 ოქტანობის, ასევე 20 litrიანი ლიმიტი არის დაწესებული 95 ოქტანობის ბენზინზე. ასევე აქვე ვკითხულობთ, რომ გარკვეული შეზღუდვები, უბრალოდ ანალოგიური შეზღუდვები არის დაწესებული ოკუპირებულ ლუგანსკის ტერიტორიაზე. და ხო, შემდეგ უკვე საუბარია იმაზე, რომ ეს უკრაინული შორი მოქმედების სანქციები ნამდვილად მუშაობს და ეს ფაქტია, რომ უკვე აისახება ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებზეც, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ცხადია აისახება რუსეთის ომის ბიუჯეტის შემოსავლებს. ხო, აქ ცოტა განსხვავებული ამბავი გვაქვს, კვლავ რუსეთის ტერიტორია, ტულა ამ შემთხვევაში და განსხვავებული სამიზნე, თუ აქამდე ნავთობ ობიექტებზე ვსაუბრობდით, ეს არის დარტყმა, რომელიც განხორციელდა უკრაინელების მიერ ერთ-ერთ შეიარაღების მწარმოებელ საწარმოზე, ასე ვთქვათ, და აქ ნახავთ ახლა როგორ იწვის ეს ობიექტი. პატარა კომენტარიც იქნება, მოემზადეთ. Нихуя! Если там склад этот пиротехники, это пизда. ხო, არ ვიცი რამდენად გესმით, აქ ხმაც ისმის რა, რომ ამ საბრძოლო მასალის წვის დროს პატარ-პატარა აფეთქებებიც ხდება. და იქ თუ შეამჩნიეთ ერთ მომენტში ეს გამოთხოვცნაც იყო რა, აქ იქნება, ხო, ერთ სიტყვით ეს დადასტურებული ამბავია გეოლოკაციით განსაზღვრული, რომ ნამდვილად არის სამხედრო შეიარაღების საწყობზე თუ უბრალოდ საწარმოზე საუბარი. ხო, ახლა თანდათან უფრო პოლიტიკურ ამბებზე წავალ ნაწილობრივ და ძალიან საინტერესო განცხადება კირილ ბუდანოვის, რომელიც ამჟამად არის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ბუდანოვი ასეთ რამეს ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოება არ იყო მზად იმ დარტყმებისთვის, რომლებსაც მათ აყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონების და რიგ შემთხვევებში რაკეტების მეშვეობით. მათთვის ეს არის შოკის მომგვრელი. იმიტომ რომ ისინი არ იღებენ ამ რეალობას, მათ არ სურთ ამის მიღება, მათ სჯეროდათ, რომ მსოფლიოში ვერავინ ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას, ვერ მოხდებოდა ეს ვერასოდეს, იმიტომ რომ ისინი ძალიან ძლიერები, უძლეველები და ძლევამოსილები არიან და მათი ყველას ეშინია. აი ამის ფონზე რომ ამას გაჯერებენ, ძალიან რთულია იმ ფაქტის დაჯერება, რასაც ხანდახან საკუთარი თვალითაც ხედავენ, რომ მათ ვიღაცა ურტყამს და ეს ვიღაცა არის უკრაინა, რომელსაც მათივე ხელისუფლება წარმოაჩენს როგორც არ შემდგარ სახელმწიფოს. ხო, როგორც გაირკვა, ბუდანოვი ამას ამბობს, რომ როგორც გაირკვა, ეს ასე სულაც არ არის, რომ რუსები უძლეველები არიან. მოდით ვნახოთ ეს განცხადება. Але їх інтенсивність зараз значно зросла. І для них це реальна проблема, тому що їх суспільство не було морально готове до того, що можуть масово залітати дрони, десь ракети. Для них це шок.
І у них повне нерозуміння і не готові суспільство сприймати це. Тобто це те, чого вони вірили, ніколи не може бути, бо вони дуже сильні, дуже потужні, всі їх бояться. А виявляється інакше. Ці удари були... მოკლედ საქმე იმაშია, რომ შოკის დროს ადამიანები ჯერ უარყოფენ რაღაც მათთვის არასასურველ ამბავს. შემდეგ ხდება რაღაც ეტაპზე უკვე გააზრება ამის და შემდეგ უკვე იწყება რეაგირება. ახლა ჯერჯერობით რუსები არიან უკუგდების, ანუ უარყოფის ფაზაში. შემდეგ დაიწყებენ თანდათან გააზრებას, როდესაც ეს ამბავი როგორც დაანონსებულია, უფრო მეტი სისტემატიური და უფრო მეტად მასშტაბური გახდება და აი საინტერესო ის არის, როგორი რეაგირება ექნება საბოლოოდ, როდესაც გაიაზრებენ, რომ პუტინმა ისინი რეალურად ძალიან მძიმე ომში ჩააბა და ეს ყველაფერი აისახება მათ ცხოვრებაზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ ნაწილს უბრალოდ ფრონტზე მიერეკებიან პირდაპირ გაგებით სახორცე მასად. ეს აისახება რუსების ცხოვრებაზე, ეს აისახება იმაზე, რომ საწოლს ვერ ასხავენ, იმაზე, რომ ძალიან რომ უყვართ მოგზაურობა და დასვენება, ისეთი სიხშირით ვეღარ დადიან და ფული არ აქვთ, იმაზე აისახება, რომ სამუშაო ადგილები მცირდება, ინფლაცია, ფასები იზრდება და ასე შემდეგ და ეს პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ მზარდია და ძნელი იქნება ძველ რეალობაში მათთვის დაბრუნება. ალბათ უკრაინელების გათვლა, ალბათ, რა ვიცი, ჩემი აზრით ასეა, არის ის, რომ სწორედ თანდათან აი ამ დარტყმებით რუსეთის მოსახლეობაში გამოიწვიონ წინააღმდეგობა, მინიმუმ უკმაყოფილება იმისთვის, რომ თანდათან უფრო არაპოპულარული გახდეს ეგრეთ წოდებული ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ამ პირობებში გარკვეულ პოლიტიკურ ცვლილებებს შეუწყონ ხელი, ან მინიმუმ საფუძველი ჩაუყარონ სამომავლოდ და შეასუსტონ პუტინის გავლენა. აი ეს არის მთელი ამბავი, გარდა იმ პირდაპირ ეფექტისა, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია პირდაპირ შემცირებასთან რუსეთის ომის ბიუჯეტის.